საქართველოში ფერმერებისთვის სარწყავი წყალი ძვირდება. ამასთან წყალს მიიღებენ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. 1 აპრილიდან წყლის მოხმარებაზე ამოქმედებული ახალი ტარიფები ასეთია. თუ აქამდე 1 ჰექტარზე საირიგაციო წყლის გადასახადი აღმოსავლეთ საქართველოში 75 ლარს, დასავლეთში კი 45 ლარს შეადგენდა, ახლა ტარიფი იზრდება და დიფერენცირებული ხდება და მორწყვის სიხშირეზე ხდება დამოკიდებული. კერძოდ, ერთწლოვან კულტურებზე გაუმრეცხველიანებელი მომხმარებლისთვის 1 ჰექტარზე მორწყვის გადასახადი DGG-ს ჩათვლით 116 ლარი იქნება. მრავალწლოვანზე კი 102 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერმერს მოსავლის რამდენჯერმე მორწყვა დასჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიგაციის ხარჯი ყოველ ჰექტარზე რამდენიმე ასეული ლარი იქნება. სემეკმა ირიგაციის ტარიფები გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვისაც დაადგინა, კერძოდ მომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საფასურს მრიცხველის შესაბამისად იხდიან, წყლის მიწოდების ტარიფი 1 კუბმეტრზე 3.5 თეთრს შეადგენს, მაშინ როდესაც ინდივიდუალური ფერმერებისთვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა. ფერმერები სვამენ კითხვას, რატომ უნდა გადაიხადონ უფრო მეტი იმ სისტემაში, სადაც წყლის არ ქონა, სადაც წყლის ქონა კი არა, წყლის არ ქონა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძიმე პრობლემად რჩება. რეგიონებში ფერმერები ისევ დაზიანებულ არხებზე, წყლის დაკარგვაზე და არათანაბარ განაწილებაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ სარწყავ სეზონზე წყალს საათობით ელოდება, ნაწილი კი იმასაც აცხადებს, რომ არხი სოფლამდე მოდის, მაგრამ წყალი ბოლომდე მათ მინდვრამდე ვერ აღწევს. როცა საჭიროება ბაღია, ლობიუა, ნიორია, ხახვია, ერთდროულად რომ მორწყვა სჭირდება, მაშინ აღარ არის. დაწყევლილია ჩვენი სოფელი რა არის. აგვისტო და ივლისი, სულ ყველაფერს საჭირდება. პამინდორია, კომბოსტოა, სულ აბსოლუტურად კარტოფილი. აგვისტოში იღება კარტოფილი, დაბა ის თუ ეხლა არ მოიწყო ივლისში. არაფერი არ იქნება. იქ ნამყენი იყო და უწყლობით გახმა ის მხარე. საერთოდ არ იყო წყალი ამოყარე. ეხლა აქ ვამუშავებ, აი პატარა აზრის ვამუშავებ. მაიხ მე პირად სოფელში ვარ, პამინდორი რა თქმა ვიყიდო. ყიდო, სოფელმა კაცმა პამინდორი რა თქმა იყიდოს. იმიტომ ვერ მომყვა, არ არის წყალი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენა ვართ, აი ესე პატარა ისინი ვისაც აქვს ფართობები, რომ ვერჭაბურგერს ვაკეთებს და ვერ საფრთხილად. როცა წვის სეზონია, წყალი საერთოდ არ არის აქ. ფაქტიურად ვერაფერი ვერ მომყავდა, იმიტომ რომ რასაც დავახარჯებდი, იმას ვერ ვიღებ. ძალიან ყურადღება უნდა სოფლის მეურნეობასა. სოფლის მეურნეობა ძალიან უყურადღებოთ არის, ძალიან. არ არის აი სოფელში ისეთი უნდა იყოს შექმნილი ჯგუფები, რომელსაც ამას უხელმძღვანელებს, რომ მიიტანს მაღალ დონეზე. მაღალ დონეზე იციან, მაგრამ რა ვიცი, სოფელში მოსავლიანობა აი ამის გულწარი იცლება სოფელიდან მიდის ქალაქში და აკეთე საზღვარგარეთთან სამუშაოდ. სოფელში ახლა მუშახეს ვეღარ ამახავთ. პროდუქცია ვეღარ იქნება. ეწვალება და ფასი არ აქვს. მე შევიძლია წაგიყვანოთ ახლა გაჩვენოთ ჩვენი გადაყრილი ვაშლი, რო აღარ გავიდა არსად.